6 წლიანი პაუზის შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმოდ ზაქარია ფალიაშვილის ოპერით აბესალომ და ეთერი ერთ კვირაში გაიხსნება. საპრემიერო სპექტაკლი 4 ჯერ იქნება წარმოდგენილი. 12 თებერვალს პირველ საბალეტო პრემიერას წარმოადგენს საბალეტო დასიც. კვირეულის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ასევე საოპერო და საბალეტო კოსტიუმების უნიკალური კოლექციას. გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. თათია ბუხრაშვილი გიამბობს. განახლებული ოპერის გახსნას მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები მიეძღვნება. თეატრი ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერის პრემიერით 30 იანვარს გაიხსნება. ჩვენ რა თქმა უნდა მაყურებლებს, მსმენელებს თავაზობთ ძალიან მრავალფეროვან პროგრამას. იგეგმება კვირეული, როგორც დღეს დავაანონსეთ და შემდეგი მთელი წელი გადატვირთული იქნება სიახლეებით, ისევე როგორც ოპერის, ასევე ბალეტის მიმართულებით, გვექნება აუდიტორიაზე აქცენტი, ახალგაზრდა თაობაზე. 12 თებერვალს პირველ საბალეტო პრემიერას წარმოადგენს საბალეტო დასი. ვახტანგ ჯაბუკიანის უკვდავი ბალეტის გუნდის აღდგენას ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობდა. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ესე დაგვიდგა ეს დღე. ოპერისა და ბალეტის თეატრი განახლებულ სივრცეში ბრუნდება, უბრალოდ დავბრუნდით, უკვე მიდის აქტიური რეპეტიციები სცენაზე, დარბაზებში. ჩვენ მემზადებით გახსნისათვის. ამ უნიკალური შენობის რესტავრაცია, რომელიც თბილისის ისტორიის ორგანულ ნაწილს წარმოადგენს, 6 წელი გრძელდებოდა. რეკონსტრუქციის დროს შენარჩუნდა ფსევდო-მავრიტანული სტილი, ფერები, ორნამენტები, ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო დეტალებიც კი. მაყურებელთა დარბაზში ცენტრალურ ადგილს კვლავ იკავებს ბროლის ჭაღი, რომელიც უკეთესი თვალთახედვისთვის მეტრად ნახევრით ზევით ასწიეს. ძალზედ უმნიშვნელოვანესი ძეგლი არის თბილისისა და ზოგადად საქართველოსთვის, ბუნებრივია. დღეისათვის ჩვენ გვაქვს და ამაყად შეიძლება ვთქვათ, ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში. აბესალომ და ეთერისა და გორდას პრემიერაზე მისულ სტუმრებს არაერთი სიახლე ელოდებათ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სერგო კობულაძის უნიკალურ ფარდას თეატრის სცენაზე ისევ ასწევენ. პრინტი, რომელსაც საფუძვლად უდევს კობულაძის ესკიზები, თეატრში დაბრუნდა. კავკასიაში ასეთი დიდი ოპერა არ არსებობს და ამიტომ ეს არის ძალიან დიდი ზეიმი და მე როგორც მუზეუმის დირექტორს ძალიან მიხარია რომ სიცოცხლე დაიბრუნა სერგო კობულაძის ლეგენდარულმა ფარდამ, ასე რომ იქ მისულ დამთვალიერებელს ელის და მაყურებელს ელის ძალიან დიდი სიურპრიზი აი ამ უნიკალური ფარდის სახით. განახლებული ოპერის გახსნამდე თბილისში რამდენიმე გამოფენა, ციკლის პრეზენტაცია და სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.